ესე იგი ჭრის ტყლაპს, რომ დაასხამს მერე წყალს, ხო და ხვალ გადაკმასავს, ხო და იქნება დამბალი, ტყემალივით იქნება, ხო? და სხვა გებმა. ხო. ეს არის ტყლაპი, რომელიც დედაჩემმა გუშინ დაჭრა და დაასხა წყალი და დღესდილას არის ასეთი. ახლა საკმაზებს ყრის აგერში. ომბალო. აგი, ომბალო და ხმელიქინძი და ნიორი. ომბალო, ხმელიქინძი და ნიორი და ასე გადაგმასავს. ჩემი ლამაზი დედიკო, როგორი გამოყრაიჭულა. გადი გოგო. აგერ ახლა აკეთებს ასეთი გამოვიდა ამას ახლა ცოცხალ იმას ქინძის დაამატებს კიდე რამე მწვანის და მზად არის ჩვენი ტყლაპის საწეველი. ამას ახლა რა მოუხდება მცხელი ღომი, ცხელი, კაი ღომი თავისი ნეკნებით. ნელა გზადაგზა გაჩვენებ ყველაფერს. შავია. მიდორი დღეს შაქარის დამატება მოგიწევს, არ უნდა და შაქატე რომ ემატებია, მაგრამ რას ვიზამთ ახლა ჯანმრთელობისთვის არ არის სასარგებლო, მაგრამ ეს ძალიან მჟავია და ასე მჟავის ვერ შევჭამთ. ასეთი გამოვიდა შეკმაზული, ცოტა სქელი არის, მაგრამ ცოტა წყალს დაამატებს ახლა დედიკო. ხო და ცოტა შაქარის დამატებაც მოუწევს, იმიტომ რომ ესა ძალიან მჟავი არის. აქ იხარშება ნეკნები, ტყლაპის საწებელი ნეკნები და ღომი იქნება ჩვენ მენიუში დღეს. ამას რო ადუღდება ხა ერთ-ორ წყალს გამოუცვლის, რომ მარილი გამოუვიდეს და ასე მივირთმევთ. ბაგერ ორი წყალი გამოუცვალა დედიკომ ჩვენ ნეკნებს და მერე დატკაცავს კარგად. გემარიელად გამოიყურებ. ესეც ჩვენი ღომი, ხერღილის არა, ბრინჯის ღომი. ეკა პენთლა წინტი გინდა. არა, არ მინდა წინტირება ხელი. ესეც სასხი ბრატება. კაი დაბრატული უნდა იყოს, კაცი ყვანა. კაი კაცად კოცი რო გახდეს. ეს ნახალი მეყველია და ჩვეულებრივი ყველია. ასე გემრიელად გამოიყურება ყველი, ღომი, გარეკუხნაში აკეთებს დედიკოსო, იმიტომ რომ შიგნის სისუფთავე ქონდეს. ესე იგი, ეს არის ტყლაპისგან მომზადებული ტყემალისნაირი საწებელი. ესე ჩვენი შაშხი, კაი და შაშხულია. მითხრები და ეს ჩვენი ნახალმეყველი და ღომი. ამას ახლა ყველაფერს ერთად გემრიელად დედაჩემი დამილაგებს თეფშზე და მივირთმევ და თქვენც გისურვებთ საუკეთესო დღეს და გემრიელად მირთვით, რაც მოგენზადებიათ. ასე დამიწყობს ახლა დედაჩემი, რომ ქალიშვილი არ მოუშვდეს და არ დაუსუსტდეს. მეტი არ გინდაოთა. მაგი თუ შევჭამდი. ემალში თუ ჯავა პატარა არაფერი. შევჭამი ლექსო ეკიმო მიჟვე. აკოზი. კოზიც დამიდევიზე. ესე იგი, ასეთი მომზადებული, დამილაგა დედაჩემ ასე ლამაზად თეფშზე და დავაგემოვნებ. ძალიან გემრიელად გამოიყურება, მინდა გითხრათ. ხბელზე უნდა გავედო ხო? ვაიმე. ხორცია კიდე ვებო. და მაცა. შენ სუხე. არა
დავცინოდი დედაჩემს. ამ ტყლაპისგან რა უნდა გააკეთოთ, ხო ეგეთ ყემალი გადაკვაზეთ, ხო, მაგრამ გვიმრიელესია ხალხო. ვერ დავაწყდი ოჯახისწორი ყველა გამწარებული ჭამს. ასე რომ გემრიელად მიირთვით, საუკეთესო დღეს გისურვებთ. ხუჯერ თუ ჭამს დღეში. დავამთავრე მუკბანგი.